აი რა არის სიტყვები, რომელიც გინდათ რომ თქვენგან ახსოვდეს გივიკოს? რაღაცა მთავარი სიტყვები თუ არის? აი დარჩეს ადამიანად რა. ყოველთვის. რაცა უნდა იყოს. უყვარდეს თავის ქვეყანა და კარგად გაიაზროს რა არის ქართველობა, რა პასუხისმგებლობა არის ქართველობა. ამას რა თქმა უნდა თუ უნდა ისწავლოს თავის ქვეყნის ისტორია კარგად ავიც გაიგოს, კარგიც გაიგოს, ვინ არის მტერი, ვინ მოყვარია და მე იქნება ეს ამ ყველაფერში კარგად გაერკვევა, იქნება ამაყი და ამპარტავანი არ იქნება, ხვდები? აი და პასუხისმგებლობები ექნება ამ ყველაფრის მიმართ. ეხლა რო წარმოიდგენ ამდენი ადამიანი, ეხლა ყავს ხო ჩვენი გმირი წინაპრები, თავდადებული ადამიანები, ქართველები, ხო? და ამდენმა შეწირა სიცოცხლე იმისთვის, რომ დღემდე მოსულიყავით, ხო? უპირობოდ მიდიოდა იმისთვის, რომ თავის ქვეყნის მომავალი გადარჩენილიყო, ხო? და შეენარჩუნებინა. და აკლავდა თავს, ხო, უამრავ მტერს. აი როგორ შეიძლება აი პასუხისმგებლობის გარეშე იცხოვროს ქართველმა კაცმა? აი როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დაივიწყო? აი იმათი ღვაწლი, იმათი აი ეს ამდენი სულისკვეთება და ამდენი რაღაცა ტანჭვა და წამება, ხო? აი როგორ შეიძლება წყალს გაატანო ეს ყველაფერი? მაშინ რა აზრი აქვს? არანაირი. აი რა აზრი აქვს, ხო? მაცხოვრებას არანაირი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის ხალხის ამაგი ყოველთვის. იმიტომ რომ ხალხის სისხლი გვაქვს აქ კიდუხს. აი მას ვეტყოდი რა, არ დაივიწყოს ეს ყველაფერი, არ დაივიწყოს და სული ფიქროს ამ ყველაფერზე.